ესე იგი, ბლოგი, რომელიც შეეხება ჩემს ერთ ჩვეულებრივ დღეს, სამუშაო დღეს ნიუ-იორკში. რეალურად რას როგორ ვაკეთებ, საიდან იწყება დღე და ასე შემდეგ. მოკლედ, დღის 10 საათი არის და მივდივართ უილიამსბურგში, ტატუ სტუდიაში, რათა გავაკეთოთ ტატუები. დღეს ყავს ორი ჩაწერა, ერთი ქართველი ბიჭი და მეორეც ქართველი ბიჭები ყავს დღეს. და მოკლედ, ვნახოთ რა როგორ იქნება, როგორ ტატუებს გავაკეთებ, როგორ კმაყოფილები იქნებიან. გუშინ გვიანობამდე ვარჯიშობდი, ცოტა გამოუძინებელი ვარ, კისერი მტკივა, საკმაოდ არ ვიცი რის გამო ალბათ სუდად მეძინა, მაგრამ აი ეს კუნთები მაქვს ძალიან დაჭებული და დღეს თავჩახრილი ესე როგორ უნდა ვიმუშაო, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ რომ მაინც კარგად გავართმევ თავს. ჩვენი მეტრო გვიახლოვდება, ამინდი იდეალური არის, ცოტა სითბო რო იყოს, კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ it's okay, არა უშავს. სხვადასხვა მეგობრებო ადრე უფრო მქონდა ხოლმე ვიზუალზე გართულება რა. და ყოველთვის ვამბობდი რომ აუ მეთქი ცუდა თუ გამოვიყურები, ვერსად ვერ გამოვჩდები და აუ მეთქი. ეხლა აღარ მაქვს ეგ პრობლემა. ალბათ ადრე ნარცისი ვიყავი და ეხლა დავამოღამე რომ ეს ნარცისიზმი არ არის, თლა მაინდა-მაინც კარგი. ადამიანი როგორც ხარ ცხოვრებაში, ისეთი თუ ესეთი დაპრიშიკებული თუ წარბებ ამოპუტული თუ რა ვიცი, მოკლედ ყველანაირად უნდა შეეკურო ამ სამყაროს. იმიტომ რომ ყველა ისე ვერ ვიქნებით როგორც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ. საკითხი არის ერთი, რომ ზოგადად ადამიანები ძალიან ბევრ რაღაცებს ვერ ვაცნობიერებთ. და ვერ ვიაზრებთ იმას, თუ რისთვის ვართ ჩვენ აქ. რა მოვალეობები გვაქვს ის რეალზობს, გვჯერა რომ ჩვენ რაღაცნაირად ღმერთისგან მოვედით და ჩვენ რაღაცა მისია გვაქვს ღმერთის წინაშე. ზოგს გვჯერა რომ უბრალოდ რაღაც თამაში ვართ. ზოგს ჯერა ის, ზოგს ჯერა ეს, მაგრამ რეალობა რა არის ცხადი, ეგ არავინ არ იცის. არის საჭირო ალბათ რომ ვინმე მიცოდეს, თუმცა ფაქტი არის ეს, რომ ჩვენ რომ ამ სამყაროში ვართ და ჩვენ რომ ეხლა დავდივართ, მოძრაობთ, ფიქრობთ, ხედავთ, ვისმენთ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ემსახურება რაღაცას. რატო არის ეს ყველაფერი ესე? რისგან გამომდინარე, საიდან, როგორ, რანაირად, ცოტა ზედმეტად სასწაულია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ მივყვებით დინებას და ვცდილობთ გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ მოგვიტანს ბედნიერებას. ბედნიერება არის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ამ სამყაროში. რომ ეს ენდორფინები და ეს რაღაცნაირად ჰორმონები, რომლებიც ჩვენ ამ ყველაფერს გვანიჭებს, გქონდეს ძალიან მაღალ ზღვარზე, დონეზე. ადამიანების კატეგორია, რომელიც განიცდის ნაკლებობას, სასაკვირველია იმას დეპრესიები და ცოტა რთულია და უჭირს და ყველაფერი ურთულდება და უძნელდება, მაგრამ ჩემ შემთხვევაში თითქოს ყველაფერს ძალიან მარტივად ვლახავ. არ ვიცი, ვერ ვიტყვი რომ ეს მარტივად ვლახავ, ყველაფერი გამოცდილება არის, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე იმდენი რაღაც მაქვს გამოვლილი და ყველაფერი წლებიდან გამომდინარე მოდის, ჩემო მეგობრებო, ამიტომ რატო ამბობ ხოლმე რომ ზეითად ციგნები წაიკითხეთ ისეთი ადამიანების რომლებიც გამოცდილები არიან კონკრეტულად იმ საკითხში, რომ იმათი აზრი რაც კი გაუვლიათ, რაც გამოუვლიათ, იმათი აზრი მოისმინოთ და თქვენ გააცნობიეროთ და წინასწარ უკვე წინდახედულები იყოთ მაგ საკითხში. ამ მეტრო მხოთ ამ ტანჯარა, აი ესე რატო უნდა დადიოდეს მეტრო? ანუ ჯერ ამაზე უნდა ვისაუბრო, ეს ჩვენში დარჩეს. ეს ხელოსნები როგორ დგანან, რაღაცებს აკეთებენ ის ნაუშნიკებით არის. მოკლედ მეტრო არ ვიცი ძმაო, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები მართლა თავმოთ ვიზახი რომ როგორც ამბობენ, გაუც ჩემის იმის არ იყოს ტრიპაჩი ადამიანი არისო რა. აუ კაცო მე ახალი მერსედესი ჩამომდის ხვალ და ნიუ-იორკში მივფრინავ და ბინა იქ დამხვდება და რაღაცები და ამასობაში რო არაფერი არ აქვს. რაღაცა ეგეში დაბეჭდილებას ხო არ მიტოვებს თქო ამერიკა. იმიტომ რომ რეალურად მართლა თუ ტრილიონები აქვს და თუ რაღაც არ ვიცი 20 ტრილიონი აქვს ფინანსური მდგომარეობა და პირველ ადგილზე არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რა გაუჭირდათ რომ მეტრო მოაწესრიგონ ისეთ დონეზე რომ არ იჭედებოდეს და არ ჩერდებოდეს წამდაუწო. ან რა გაუჭირდათ ის ფაქტორი რომ სარეცხი მანქანების შემოტანის კუთხით რაღაცნაირად დალაგებული იყოს ისე რომ სარეცხი მანქანა და საშრობი ნებისმიერის ოჯახში კომფორტის სახით იყოს. ანუ რა წყლის გაყვანილობების სიძველე, რა ის ფაქტორი რომ ძველი შენობებია და მათ ხმაური ჩადის მეზობლებთან, ანუ ეგეთი რაღაცები არის ყველაფერი გამოსწორებადი. ჩინელებმა თუ შეძლეს და ადგენენ და ტიპებმა აბსოლუტურად ყველაფერი უტიდო ჯერ რამხელა გაყვანილობები გააკეთეს მატარებლის ხაზების უცებთან, მაგაზია საუბარი. აი არ ვიცი, მთელი ჩინეთი აითვისეს. ეგ ხო პატარა საქმე არ არის. აქ არის საუბარი მთელი ჩინეთი და ნიუ-იორკი. მთელი ჩინეთი რამხელა ტერიტორიაა და ნიუ-იორკი როგორ რამხელა ტერიტორიაა ხარ. ანუ სადაც ჩინელებმა ეს შეძლეს, მესმის რომ ძალიან ბევრი არიან, მაგრამ ამათ ფინანსები აქვთ. ამათ აქვთ ფული და ფინანსები და ფული გაცილებით უფრო ისეთია ძალაუფლება არის, ვიდრე უბრალოდ ხალხი, რომელსაც ფინანსები არ აქვს, მაგრამ ხალხის ძალაუფლება არის რასაკვირველია. მოკლედ არ ვიცი. ეს ლანდრის თემა, ეს გარეცხის, ტანსაცმლის გარეცხვის, იმის არ ვიცი რა გეგმარება აქვთ მართლა და რა გათვლა აქვთ.
ვერ ხვდები, მაგრამ ის ფაქტი, რომ აქ მომუშავე პერსონალს სახლში არა აქვს ეს კომფორტი, რომ ადგეს და ტანსაცმელი გარეცხოს და ბევრად უფრო სუფთად იყოს და არ ეზარებოდეს იქ წასვლა და წვიმის გამო რომ წვიმა არის და აუ გასარეცხი მაგ ტანსაცმელი, მაგრამ დღეს წვიმს. კაი არა უშავს კიდე ჭუჭყიანი ტანსაცმელით ვივლი და ხვალ გავრეცხავ. აი რატო უნდა ხდებოდეს მსგავსი რაღაც? ამხელა სახელმწიფოში და ამხელა ქალაქში. რა ვიცი, არ მესმის რა. მეტრო იცი რომ დედააფეთქებული უნდა გადაადგილდნენ ადამიანები და რაღაცა კომფორტი უნდა შეუქმნა ადამიანებს რომ რაღაც ბედნიერები წავიდნენ სამსახურში და მოვიდნენ და რატო უნდა იჭედებოდეს აი რაღაცა მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიხარ და მიდიხარ მნიშვნელოვან შეხვედრაზე და რა გამოდის მეტრო ჩერდება 20 წუთით არც გეუბნებიან რამდენი წუთით გაჩერდება დაბნეული ხარ ფიქრობ რომ ჩახვიდე მეტროდან თუ გააგრძელო მეტროთი სიარული მოდი გავაგრძელებ, აი ჩუწიო რაღაცა ის შინაგანის მეუბნება რომ უნდა გავაგრძელო. გააგრძელებ და მთელი 40 წუთი გიწევს ლოდინი და მე აგვიანებ შეხვედრაზე, იმაზე მე ბოდიშებს უხდი ჩაწერაზე რომ მე ბოდის გიხდი რომ აი ჩემი ბრალი არ არის, მეტრომ გაჭედა ისიც გეუბნება რომ ხო არა უშავს გადავატრენი და ესე ბევრი რაღაცები ხდება. ანუ გერმანელებს როგორც უყვართ ზუსტ დროზე ზუსტი მისვლა, გაკეთება რაღაც იქეთ-აქეთ, აქ უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოგიხერხდება. ტაქსები არის და ძალიან ძვირი ღირს ტაქსი. არ ვიცი, სადაც ალბათ 4 მაილში რომ მიხويდე 3 მაილში ალბათ $20 დაგიწერს რა. მეტრო ავტობუსი ჯაყჯაყებს, იმიტომ რომ რეალურად გზები არ არის იმდენად კარგად მოწესრიგებული, რომ იდეალურად მისრიალებდეს, ასევე როგორც გერმანიაში. და რა ვიცი, არ მისმის. ელექტროსკუტერებით გინდა გადაადგილება და ელექტროსკუტერების ის დახაზული კარგად არ არის. არ გაქვს იმდენად კარგი სივრცე რომ გადაადგილდე, მანქანებს უნდა დაუთმე ბორდიულზე გაივლი და ბორდიული ფილებით არის დაგებული და დეკ აი ზოგი ფილა ზემოთ არის, ზოგი ქვემოთ არის და იტანჯები. აი მართლა არ ვიცი. მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე მე იმას კი არ ვამბობ, რომ ძალიან რაღაცა ისე ეს. არა, რაღაცა ნიუანსებია, რაც გამოსასწორებელია და რატო არ აკეთებენ უბრალოდ ეგ მიკვირს რა. თორემ სახელმწიფო რაღაც ძალიან საინტერესოა, რა ვიცი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა. ხალხის კუთხით, ხალხი არის დასაკვირველი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორი, კატეგორია ყველანაირი კატეგორიის ადამიანებს შეხვდები, ყველა პოზიტიურად არის, ყველა შეგიძლია გამოესაუბრო, ყველა რაღაცაზე ფიქრობს, ყველას თავისი რაღაც საქმე აქვს ის და მე ძალიან კაია, ხა ჩინეთში რო ვიყავი ჩასული ძირითადად სუჩინელები იყვნენ რა, ტურისტები და ისინი ცოტანი იყვნენ, ხა მე რა ვიცი, შანხაიში ვიყავი და პეკინში და ეს ტურისტები ძალიან უკვირდათ. და ეს თვითონ ჩინელები, ხა ჩინელი გავიგე, მაგრამ რაღაც ეს მრავალფეროვნება ასწორებს. ალბათ ისეთ ადგილებში უნდა წახვიდე, სადაც ტურისტები ბევრნი არიან. ხო, აი მილანი ძალიან მიყვარს. My favorite, მაინც მილანი არის, ჩემი უსაყვარლესი ქალაქი არის. მიუხედავად იმისა, რომ მილანიც რა ვაუ და გადამრიე რაღაცით არ არის, რაღაცნაირი ვაიბი აქვს ძმაო მილანს. მილანი ჩემი ტოპია, მილანი მირჩევნია, რა ვიცი. ძალიან ბევრ ქალაქს სიმართლე რო გითხრათ ევროპაში. არ ვიცი, შეიძლება იტალიური ვაიბი რომ აქვს. Capisco poco, non molto italiano, bella ragazzi. მოკლედ აი ესე მივდივართ, ჩემო მეგობრებო, მე მაგვიანდება. როგორ მინდა მოკლედ რომ სამსახურში მალე მივიდე და გათვლილი მქონდა საათნახევარი დრო და აი ესე მივდივართ ჩვენ მთელი 20 წუთია და მოკლედ როდის მივაღწევ მე ვილიამსბურგში, ბრუკლინიდან წარმოდგენა არ მაქვს. თან ყველაზე გადაობა ვილიამსბურგი არის არქიტექტორ ხმელეთზე და მე უნდა გადავკვეთო სრუტექვია თუ რაღაცა მოკლედ რაღაცა დინარე თუ სხვა რომ გადავიდე მანჰეტენზე რომ მანჰეტენი და სხვა მეტროში გადავჭდე რომ მე მანჰეტენი და ვილიამსბურგში წამოვიდე ისე გონი მომიწევს რომ მივწერო ჩემს მომხმარებელს და ბოდიში გადავუხადო დაგვიანებისთვის that it's not my fault მოკლედ დანაგვიანებული არის რაც მართალია ძმაო აი გუშინაც მანქანით მოდიოდა ვიღაც და მაგარით გემრიელად გადმოისროლა ის რაღაცა თავისი ნაჭამი, არ ვიცი, ლამის სკუტერით ვერ დავეწია, თორე შეუგდებდი უკან. მესისღება ეგეთი რაღაცები, მაგრამ რო გავხედე, იყო ჩინელი. წვრილთვალება ალბათ უზბეკიან ჩინელი, მაგრამ რაღაცა ეგეთი რაღაცები მე ძალიან არ მსიამოვნებს, ზოგადად, როდესაც სხვა სახელმწიფოში ხარ და დიდად ფეხებზე კიდია რა. გადავა მანქანას ხوار დავაბინძურებ ჩემს ეს კაცო და გარეთ ეგდოს რა, ჩემი რამიდის. ჩემ მეტროსგან delay დასაკვირველი აი ეს delay ყველაზე მეტად არ მაწყობდა ეხა იმიტომ რომ ჩაწერის მერე კიდე ჩაწერა მყავს და თან დასვენების შუალედი საერთოდ არ მექნება That's crazy ერთი არის ის ფაქტი სხვათა შორის რომ ნიუ-იორკში ამ ხელა ქალაქში სუნთქავ მართლა გეფიცები არ ვიცი ყოველ შემთხვევაში თბილისთან შედარებით ჰაერი არის გაცილებით უფრო კარგი ანუ არანაირ გამონაბოლქვს ესე ვერ გრძნობ მანქანის და არანაირ იმას ჩაჭერებს და რაღაც ბხუილებს და აი გამოავიდა ტრაილერები და ისინი მოკლედ ალბათ ცოტა ისეთ ადგილებში დადიან შემოვლითი გზებით
ანუ ვერ გზნობ. ანუ სულ თქვა და სულ ენერგიაზე ვარ. თბილისში რომ სულ მოთენთილი ვიყავი ხოლმე, არ ვიცი რა მიზეზის გამო. აქ მოკლედ გაცილებით უფრო კარგად ვგზნობ თავს და რაც ყველაზე მეტად მახარებს სიმართლე რომ გითხრა. აი ეს დაბინძურებული ისინი მოკლედ ლიანდაგები. ანუ არ შეიძლება რომ ბიჭო ვიღაცას გადაუხადოთ სიტყვაზე. გადაუხადოთ რაღაცა თანხადი დაბეთქებული ამ მექსიკელებს, ვინების გაყრაც გინდათ, თქო ჩემისებო. რა ვიცი, მუშახელი არ ყავთ და ვინ უნდა გაყაროთ, პროსტა ვერ ხვდები. ანუ მიეცით რაღაცა $20 გადაუხადეთ დღეში და დაგიწკრიალებთ ყველაფერს. იმათაც გაახარებთ და თქვენც გაგიხარდებათ, რომ სუფთა გარემოში იქნებით. ანუ რა ვიცი, არ მესმის რა. თითქოს აღებული აქვთ ყველაფერზე ხელი რა. თითქოს მოაქვთ უბრალოდ რომ ჩვენ ამერიკა ვართ და ჩვენ ვართ აი ესეთი სახელმწიფო და მოკლედ ფული ჩვენთან ტრიალებს და ჩვენ აი ესეთი შეიარაღება გვყავს და ჩვენ პირველ ადგილზე ვართ ამით და ამდენი მილიარდერი გვყავს. ატეკი და ამ მილიარდერებს წაართვით ეს ფული ბიჭო. ადამიანს რო 300 მილიარდი გექნება, 300 მილიარდი რა ჩემ ფეხებად გინდა რა უნდა გააკეთო ამ 300 მილიარდით. კაი სახსა იშენებ მარსზე, მაგრამ იავი რა. არ ვიცი. რაღაცა დონაცია თუ ის რაც არის გააკეთეთ, ანუ რაღაცნაირად გაიღეთ, რომ ეს დალაგება და მტვერი და ეს ნაგავი ვისი ამოვნებს უბრალოდ ვერ ხვდები, მაგრამ ალბათ შეჩვეულია სასტავი უკვე. წავედით და მოკლედ უილიამსბურგიდან დაგიბრუნდებით. მოკლედ მოვედით უილიამსბურგში. ესეც სტუდია. ზა რაღაცნაირი ჰიპსტერული გარემო არის ჩემო. მეგობრებო, აი რაღაცნაირი ესეთი არის. აი როგორი მოხატული. აქ შევალთ. ტატუებს გავაკეთებთ. მერე გადავალთ სადმე ტაკოებს შევჭამთ. მექსიკური ძალიან გამისწორდა, სხვათა შორის აქ ძალიან გემრიელი აქვთ. და მერე გავაკეთებთ ტატუებს. ჩემი ადგილი, სადაც მე ტატუებს გავაკეთებ. შემოფუთეთ ყველაფერი. ეს პესინერს არის. გასტერილებული ბოტანილი. ეს ყველაფერი მოვაწესრიგეთ, ჩვენი მომხმარებელი როცა მოვა, მე უკვე დავიწყებ. აქ ჩვენ ჯერ არეულობა გვაქვს, ეს ყველაფერი უნდა გადავანაწილოთ, გამოვანაწილოთ და მე უკვე დავიწყებ მუშაობას. აი გავაკეთებ მე ტატუებს, თან ფეხბურთს უნდა ვუყურო. ჩემპიონთა ლიგა არის. დღეს აორჩიეთ ესეთი კომპოზიციები. გეომეტრიული სტილი ცოტა რეალიზმში და პლუს ბექგრაუნდით რაღაცები უნდა გამოვიყენოთ. უნდა მოვიფიქროთ ხოლმე რას როგორ გავაკეთებთ. ჩემი განუყოფელი მეგობარი, ჩემი პადი, რომელიც 2019 წლიდან მომყოლოდა მის მე აღარ გავუცვლია, მაგრამ თავის საქმე ძალიან კარგად აკეთებს. მოკლედ ნახოთ აბა რა როგორ იქნება ჩაჯობი დომხალი მაქვს. ეხლა იწყება თავ დავიწყებ. ესე ძალიან წვრილი კონტურები გავაკეთეთ. ჩვენი მთვარე, აბსტრაქციული ხაზები და ესეთ შიდა გეომეტრია. შესვენებაზე გავდივართ, მაგრამ მოგშივდა, უნდა ვჭამოთ, თან ფეხბურთს ვუყურებთ. ვასწავლოთ ჭამეთ, იმიტომ რომ მაგრამ ხშირად გადავედით და მექსიკოში გემრიელი ტაკოები ვჭამეთ. ტაკოები, სუმეცინება ამ რაღაცას გავაკეთეთ. ან უყურებ ჰიტლერის ამბებს. ეს ზოგადად მეორე მსოფლიო ომზე რაღაც საკითხებს უყურდები ხოლმე, რაღაც დეტალები მაინტერესებს. ესე რომ ლეცი. თიკა მითხა რომ მოგიტანო ყავასო და რა კაიერო ყავას მომიტანს, იმიტომ რომ ძალიან ენერგიები მაქვს უკვე და 3-7 საათი. რაღაც მოხდა. თიკა არის საყოველესი. ყავა მოგვიტანა და აი პატარა ინციდენტი მოხდა. მოდი ვაჟი ბატონო დავიწყეთ, გავაგზავნეთ. მოკლედ ესეთი ხაზები გავაკეთეთ. მთვარის ფაზები, აბსტრაქცია, ეს არის ჩვენი მერცხლები. შიგნით გეცნობათ ალბათ ეგ სიმბოლო. და უკვე ნელ-ნელა გადავდივართ შიდა მხარეზე. მეგობრებო, ჩვენ ძმას იმენა მოსწოს, იდეა. სხვა წარმოედგინა და სხვა მიმართულებით წავიყვანე, მაგრამ მგონი კარგად მოდივართ. ოკეი, ჩემი ხოლმე მგონი ამბოლია.
ამღურეულია. თუ არც ისე ამღურეულია, მაგრამ ხოთზე ვარ რა. ყავამ გადამარჩინა. წავედით ხვალისთვის გავაგზავნეთ. გამოვედით დავასრულეთ დღევანდელი სეანსი უფრო სწორედ თმობილება. გაფორძნული მაგრამ უკვე შეჭრა მინდა. ერთი არის ჩვენი ბიბი და მეორე არის ნათია, ძალიან კაი სტილისტები. ნიუ-იორკში, მოკლედ ნიუ-იორკში ძალიან კაი სტილისტები არიან. ქართველები, რომლებიც თემებს რას უშვებიან, ვერ აგიღწევთ. აქედან გამომდინარე, მე არ მეშინია ჩემი თემების გაფორძნის და ესეთ მდგომარეობაში ყოფნის, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს ცოტა პრიორიტეტის სტატუსი მაქვს ამ ადამიანებთან მგონი. რეალურად მათ ჩემი მომსახურება რაღაცნაირად არ ვაღირსე არასდროს. იმიტომ რომ არ ვიცი ვერ გავიგე რატო. რო ჩამოვყალიბდით ჩემი ბრალია თუ ორივეს ბრალია თუ ყველას ბრალი არის არ ვიცი, მაგრამ ნუ მოკლედ ესე მოხდა და მე კიდე თმების შესაჭრელი მაქვს და რომელიმეს უნდა ვთხოვო მოკლედ რომ ჩემს თემებს ყურადღება მიექცეს. მოკლედ ჩვენი მომხმარებელი ძალიან კმაყოფილია. არის ფეხბურთელი და თვითონ ძალიან მთხოვა რომ მოკლედ რაღაცა ძალიან ის ჩამოუყალიბებელი ვარო რაღაც საკითხებშიო. არ ვიცი რა როგორ მირჩევნია რეალურად არის თუ 21 წლის თუ არ ვწდები და მოკლედ მინდაო რომ ესე სტილში წავიყვანო და მე ვუთხარი რომ მეთქი ესეთ სტილში მე არ გირჩევ, იმიტომ რომ ტიპაში უბრალოდ ვერ ხედავ ესეთ სტილს შენზე და შევაცვლებინე რა აზრი უფრო ჩემი მიმართულებით წავიყვანე და ძალიან მოეწონა და მგონი რომ ძალიან ლამაზი გამოდის და აი თქვენ თვითონაც ნახეთ ალბათ კადრებში როგორი გამოდიოდა. ხვალისთვის კიდე ერთი სეანსი ჩაინიშნება, მე მოვიფიქრებთ ბექგრაუნდზე რა და როგორი უნდა იყოს გაგრძელება და კიდე რაღაცა დეტალურ მიკრორეალიზმებს ჩავამატებთ. რეალურად სიმართლე რო გითხრათ, არ ვიცი კონვენციაზე გასვლას ვიფიქრებდი სხვათა შორის მიკრორეალიზმის და ფაინ ლაინების კუთხით. და იმის ვიტოვებ, რომ ამ კუთხით ვიყო ჩავებ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მგონი რომ ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ფაინ ლაინისტი ვარ. ანუ ხაზები ჩემია. ხაზებში გადალიან მყავს. ესე მგონია და ძალიან მოკლედ აი სწორ ხაზებში და გეომეტრიულ ხაზებში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი შეიძლება რომ ავიღო და ვნახოთ აბა რას როგორ ვიზო. ხვალისთვის ძალიან მოტივირებული ვარ რომ ეს გაგრძელება გავაკეთოთ და შემდეგ კიდე შაბათი დღე გვაქვს წინ და ვშო. That's it. საბოლოო სახეს აუცილებლად გაჩვენებთ. ესე გებია? წავედით. ეს ეს დღე მეორე. აი ესე არის ჩამცხრალი ჩვენი კომპოზიცია. სიცოცხლეები თითქმის აღარ არის, ვაჟბეტონი ძალიან კარგად მოუვარა როგორც ჩანს. ანუ პირობა შეასრულა, ისე მე როგორც უთხარი, სიცოცხლე საერთოდ არ აქვს. ზოგი მომხმარებელი რო აბრალებს ხოლმე ტატუაჟისტებს, რაღაცა ისეთი არ არის გაწითლდა და რაღაც წვრილი დეტალები და ზოლები ეს არ წაგვეშალა, იმიტომ რომ რაღაცნაირი სტენსილი გამოდგა. ადგილას ვარც ვხატავთ დღეს და მე უკვე ჩრდილები. ესეც ესე ვარცაც მოვჩით და მე უკვე ჩრდილები დარჩა და ვშო. დღევანდელი სეანსმა შეიძლება ძალიან კარგად. მაყოფილი ვარ, არანაირი დახლა. და ნახოთ კიდე ერთი სეანსი დაგჭირ. და ესეთი მდგომარეობა გვაქვს. წავიდე, ეხა დაჩრდილო ამ ადგილას დავჩრდილავთ და უკან დავჩრდილავთ. დავამატეთ შტრიხები. აქ მზე ჩავშვით. აქ ჩრდილები და კრუგლები უნდა წავიდეს. უკან მხარესიც ესე. დავასრულეთ როგორც იქნა. ჯერჯერობით დაწითლებული არის კანი. მოკლედ ესეთი. მე სულაც გადავიღებ 3 კვირის მერე როგორც იქნა მოშებული, მესაც დავუყურებ. და მოვჩით დღევანდელ სეანსებს, ძალიან კმაყოფილი ვარ, თახლილი საერთოდ არ ვარ და თვალები საერთოდ არ მდგება და ენერგია გამოცლილი საერთოდ არ მაქვს, როდესაც ხშირ შემთხვევაში ეგრე ხდებოდა ხოლმე საქართველოში. ადამიანების ენერგოვამპირობის შესახებ სიმართლე რო გითხრა, ბევრი არაფერი არ ვიცი, მე ერთადერთი ვიცი, რომ არსებობს ეგეთი ადამიანები და მართლა არის ხოლმე ესეთი მომენტი, როდესაც ჩემთან მოდიოდნენ მომხმარებლები და რაღაცნაირად აი სუმოთენთილოდ გრძნობდი ხოლმე თავს, აი რატო არ ვიცი, არანაირად კარგად გამოვიძინე, ყველანაირად კარგად თუ არ რაღაცა ის დაღლილად არ გრძნობდი თავს, მოვიდა ტატუს გასაკეთებლად და იმაინდამაც მაშინ მეძინება. რატო ხდება ხოლმე ეგრეც ყოველთვის მაინტერესებს რა, ყოველთვის მაინტერესებდა. დღევანდელი სეანსი მოკლედ იყო აი აბსოლუტურად მსგავსი რაღაცების გარეშე, პირიქით ენერგიით დატენილი, პოზიტიური განწყობით, ძალიან მშვიდად ვაკეთებდი ყველაფერს, ძალიან კაი ატმოსფერო გარემო.
მოკლედ ნასწორებს ეგეთი რაღაცები რა არტისტისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი კომფორტი და კომფორტული მომხმარებელი. ხო გასაგებია? ესე რომ იცოდეთ ჩემო მეგობრებო, იყავით კომფორტულები თქვენი არტისტების მიმართ. არ იყოთ ტვინის ბურღები, არ გაუბურღოთ ტვინი, არ დაუწყოთ ის რომ ჩემი ძმა, არა მოდი ეს შემიცვალე არა ის დიდიმი და არა პატარა white detail-ში რაღაცა გამოგრჩა და ეგეთი რაღაცები, ანუ ძალიან გვაღიზიანებს ხოლმე. იყავით ძალიან ობიექტურები და ისეთები რა, აი, გავიც მაინდამაც ქალწულობის სინდრომს ნუ გამოვიჩენთ მაინდამაც მაგ პერიოდში მეც ჩემი ქალწულობის იდეალიზმი და დეტალიზმი და პერფექციონიზმი არ მყოფნის ხა კიდე მომხმარებელი მყავდეს ქალწული. მოკლედ, ჩემიდან გამომდინარე პირდაპირ ვამბობ, ქალწულებო და თხისრკებო, თხისრკები, ქალწულებო და თხისრკები. არა, ქალწულებო, თხისრკები არ არიან ეგეთები, რა ვიცი, ჩემი მეგობარი ერთი, მეორეც არ არის ეგეთი. მოკლედ, რა ვიცი, მე შოუსიაში მყავხარ. მოკლედ პერფექციონისტი ხალხი ფას. მალე მივალთ სახში, დავწერთ ჩვენ მუსიკას, რომელსაც დიდი ალბათობით ალბათ ამ ვიდეოს ვლოგს ჩაურთავ თან და ვნახოთ. Bye bye.